ერთი საუკეთესო პიესა, ასე ეწოდება კონკურსს, რომლის გამარჯვებულები ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში დააჯილდოვეს. გამარჯვებული ნაწარმოები უნდა შექმნილიყო დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირებს წარმოაჩენდა. კონკურსის მიზანია ხელოვნების გზით ეროვნული თემატიკისა და აფხაზეთის ომის მონაწილე, რეალური გმირების ცხოვრების გადმოცემა, საუკეთესო პიესის გამოვლენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. კონკურსის მხარდამჭერი იყო თბილისის მერია და აფხაზეთის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო. აფხაზეთის თემა ჩვენთვის იმდენად ახლოა, იმდენად მტკივნეულია, რაც რო გადის, აი ყველაფერი რაც აფხაზეთს ეხება. ჩვენ გვინდა რომ სპექტაკლები გადიოდეს, ჩვენ გვინდა რომ რადიო ეთერში გადიოდეს ეს მინი სპექტაკლები. სულ აფხაზეთის ირგვლივ ვტრიალებ. ძალიან მინდოდა მონაწილეობა მიიღო ჩვენ სოხუმელს საოცარ ნიჭიერ დრამატურგს ოთარ პირტახიას, მაგრამ ვინაიდან მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ვერ მიიღო მონაწილეობა, ის დღეს ამერიკაში ბრძანდება, ის შეგვპირდა მომავალში მონაწილეობის მიღებას და ყველა ღონისძიებაში ჩვენს გვერდით არის. პიესა მიუძღვენი აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირს, ვახტანგ გორგარსკის ოდერის კავალერს, ზურაბ ძამუნაშვილის ხსოვნას. მის ოჯახში არის 3 გმირი: მამა დურმიშხან ძამუნაშვილის შვილი, ზურაბ ძამუნაშვილი, რომელიც დაიღუპა აფხაზეთში და იყო ტანკისტი და სატანკო ბატალიონის მეთაური და ძმა ბესიკ ძამუნაშვილი. ძალიან საინტერესო თემა იყო. ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა, მადლობა აფხაზეთის კულტურის სამინისტროს და ქალბატონია მაისაიას, რომ მომცა ეს ბედნიერება თვითონი ამას, რომ ესეთი დონის მწერლები და მათი ნამუშევრები განმესაზღვრა. როდესაც უყურებამ ადამიანებს მათ ადგილს ამ ცხოვრებაში, მათ განწყობებს, ყველაფერი ის, რაც მე მინახავს აფხაზეთში, ჩემს სისხლსა და გულში შემოსულა, ეს ძლიერდება და გამოკვეთილ კონტურებს იღებს. ესეთი ღონისძიებები აუცილებელია იმისთვის, რომ ერთმანეთთან კავშირი შევინარჩუნოთ